ჰოი, საოცრებო, მოგესალმებით. მე ძალიან არ მომწონს ის ამინდები რაც არის. იმიტომ რომ ახლა უკვე ის პერიოდია, როცა ახალი წლისთვის მომზადებას იწყებს მსოფლიო და ჩვენ მზე გვაქვს. აი ვიღაცები იფიქრებენ ვიზუალურად რომ დავინახავდნენ, რომ ეს შეიძლება 17 ივნისს აქვს ჩაწერილი ეს ვიდეო, მაგრამ არა, დღეს არის 18 ნოემბერი თუ 19, არ მახსოვს. რა აზრია? ხო და ძალიან ცუდია, რომ ესეთი ამინდებია. და ვაფშე გლობალური დათბობა, მე მგონი მართალია რა, გლობალური დათბობის დიდად ამჯერა, რომ მოგატყუოთ რა. იმიტომ რომ დათბობა კი არ არის პრობლემა, ამ გლობალურ დათბობაში ბავშვობაში მეგონა რომ უნდა დამთბარიყო ყველაფერი და თურმე ეგრე არ არის რა. თურმე უბრალოდ რაღაც ცვლილებები მოხდება, რის გამოც საბოლოო ჯამში ამინდი ისე შეიძლება რომ შეიძლება მუდმივი სითბო იყოს ან მუდმივი გამყინვარება. როგორც იმ ფილმში არის The Day After Tomorrow-ში ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფილმი არის, თუ ნახე არ გაქვთ უყურეთ აუცილებლად, ძალიან კარგი და საინტერესო ფილმი არის. ხო. მაგრამ მაინც ვერ ხვდები როგორ შეიძლება ასე ანათებდეს და კაშკაშებდეს მზე ნოემბერში. თან როგორ იცი, აი ამ მაისურით აივანზე რო გავდივარ, მცივა. სახლში რო შემოვდივარ, ბოდიში. სახლში რო შემოვდივარ, შეიძლება გავოფლიანდე, ან ვერ გავიგე. რაღაცა გაიდი უნდა იყოს, რაღაც ეს წიგნი უნდა იყოს, სადაც ეწერება, რომ აი რა ჩაიცვა რა, ესეთ ნოემბერშია ესეთი. ის ფილმი როა Sweet November. აი ფილმი არ მევასება. ნანახმა, მაგრამ არ მევასება. ვაფშე ჩემს იმებზე მოგიყვებით. როგორი ფილმები მევასება ზოგადად. ჩემს საყვარელი ფილმი რომ მატრიცა არის, ეს ალბათ გეცოდინებათ. ალბათ გეცოდინებათ. ხო და მატრიცაც მევასება იმის გამო, რომ სააზროვნო, ლოგიკური, რაღაცა ისეთი ცოტა ფანტასტიკა, აი ეგეთი ფილმები უფრო მიყვარს რა. კიდე ძალიან მიყვარს ფილმი Glass. სადაც ბრუს ვილისი და ის კაცი თამაშობენ. რა ქვია მაგ კაცს დამოვიწყდა. პროფესორი Xavier-ი რო არის X-Men-ებში. ოღონდ ახალგაზრდა. აი ეგ. რა ქვია ნეტა. Benedict Cumberbatch კი არა და. მაგის პადელნიკსაც აქვია, მაგნეტოს აქვია ახალგაზრდა. Fassbender-ის ძმაკაცი როა რა. არ მახსოვს, მართლა არ მახსოვს რა ქვია. აუ ნეტა რა ქვია. კაი რა აზრია. კაუჩე. ეგ მსახიობი ისე მევასება, რომ მაგის ფილმები თითქმის ყველა მაქვს ნანახი რა. რო არ მოგატყუოთ. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მსახიობი არის Benedict Cumberbatch-იც. ოღონდ Sherlock-იდან უფრო შემიყვარდა. რო არ მოგატყუილოთ. Sherlock-იდან შემიყვარდა Benedict Cumberbatch-ი. X-Men-ებიდან შემიყვარდა Wolverine, რასამახებ Hugh Jackman-იც მიყვარს როგორც მსახიობი. პროსტა ერთი გრეხი აქვს ის, რაც პატარა ბავშვი რო გაზას. ჰოლივუდთან ბიჭო, აი რაღაც. ბავშვი რა 20 პლუსი იყო, მაგრამ სტუდენტი იყო რა მაგის. და ძალიან ცუდი ისა კადრი არის ეგ. ეგ თვალებიდან არა მომდის ახლა. მაგრამ ნუ რა ერთი გრეხი აქვს რა გამოხდა. ხო და ძალიან მიყვარს კიდე ვინ მიყვარს მსახიობები და Johnny Depp მიყვარს ძალიან. ოღონდ მე განსხვავებით პირატებიდან კი არ მიყვარს, მე მიყვარს ტურისტიდან. ტურისტში თამაშობს ძალიან მაგრამ Johnny Depp. ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი არის ტურისტიც ვარებ. კიდევ ძალიან მიყვარს ვინ მიყვარს ძალიან. კარგი მსახიობები ცოტა არის. Matthew McConaughey მევასება. მაგრამ სერიოზულ ფილმებში უფრო მევასება, ვიდრე სანცერა ფილმებში და სანცერა ფილმები აქვს გამორეული. მაგრამ მაინც უფრო სერიოზული ფილმებიდან მევასება. კიდევ ის მევასება, ბორნის ულტიმატუმში რო თამაშობს, მაგ ტიპს რო გავს მეორე, აი ეგ ტიპი მევასება, მაგრამ აი ვინც მიხვდით, ტედში რო თამაშობს რა, დათვი რო არის. ეს არც ისე დათვი რო არის. არც პატარა ბავშვებისთვის განკუთვნილი დათვი ნამდვილად არ არის ის დათვი. კარჩე, ნუ რა აზრი აქვს. მაგრამ მევასება ეგ მსახიობიც. ძირითადად კაცი მსახიობები მევასება. დედრი მსახიობებიდან ვინ შეიძლება მევასებოდეს? ალბათ ის რა ქვია მაგ გუგლს? არ მახსოვს რა ქვია, მაგრამ ეს Hunger Games-ი რო არის თავარ როლში. ეგ გროჟა კაი ტიპი არის შედარებით. ქალმსახიობი დიდად არ მიყვარს. აი ბავშვობაში მევასებოდა Selma Hayek და Catherine Zeta-Jones იყვნენ მე მგონი.
თუ პენელოპა კრუზი, ეგ მაგ სამში ორი მერევა ერთმანეთში სულ. და რომელი ორი მერევა ეგეც მერევა. ბანდიტები იყო ერთი ფილმი და ეგ კაი ფილმი იყო და მაგ ფილმიდან დამევასა ეგ ორი როჟა. მაგრამ რომელი იყო ეგ არ მახსოვს ახლა რა გავაკეთო. მაგრამ კარგი მსახიობები არიან, მაგათ ფილმები, სხვა ფილმები რაც მაქვს ნახე, მსახიობები არიან, საკმაოდ კარგად იმაშობიან და ჯიმ კერი მიყვარს, მე კომიკური ჟანრიდან ჯიმ კერი მიყვარს, მაგრამ ჯიმ კერის ყველა კომედიანტად რო აღიქვამს, ეგ არის ძალიან არასწორი, იმიტომ რომ 23 აქვს ფილმი, რომელიც ძალიან მაგარი ფილმი არის და პლუს ჯოკერის ნათამაშები აქვს. ხო? ხო სწორად მახსოვს, თუ არა აქვს ჯოკერის ნათამაშები. მაგრამ მე მახსოვს რომ ნათამაშები. თუ ჯოკერი არა და რაღაც სხვა აქვს ნათამაშები, ოღონდ ბეტმენში. რიდლერი. მე მგონი რიდლერი ითამაშა. ხო, რიდლერს ჯოკერის როლი უფრო მოუხდებოდა მაგკაც. მასკა იყო, ნიღაბი იყო ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი ჩემს ბავშვობაში, დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია ალბათ. ანუ აი ეგეთი ბოლოს რო ლაიარ მატყუარა ძალიან კაი ფილმი არის. ბევრი კარგი ფილმი აქვს და ყოველთვის აღიქვამენ რაღაცა კომედიანტად და ეს სახის მიმიკებით რო რაღაც სასცილოს აკეთებს და მაგ სახის მიმიკებს მარტო სასცილოს არ იყენებს ეგ კაცი და ბევრად უფრო ნიჭიერია სხვა რაღაცებში ვიდრე კომედიურ რაღაცებში რა. ანუ აი მე ეგრე ფიქრობ ყოველ შემთხვევაში შეიძლება მაგრამ ვწდებოდე. ბრედ პიტი მევასება, ოღონდ ბრედ პიტი მევასება ვიღაცებს ევასება ბრედ პიტი პროსტა იმის გამო რომ ბრედ პიტია ვიზუალურად და რაღაც და მე მევასება უსახელონა ბიჭრებში არის ძალიან მაგარი და იქაა ძალიან კაი. Once Upon a Time in Hollywood-ში აი სროაკეთებს ეგ არის ყველაზე მაგარი სცენა ერთ-ერთი. აი ფილმებიდან ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო სცენა არის რაც მე მინახავს. სხვათა შორის მედალენკა ვიყავით ვინ თამაშობდა მანდ აი ბიჭო ზანგებით მერევა ერთმანეთში რა მორგან ფრიმენი რა თქმა უნდა მევასება. მორგან ფრიმენი დენზელ ვაშინგტონის მთლელი აკაუნტანტ ქვია მგონი ინგლისურად ძალიან მაგარი ფილმია, ორი სერიაა გამოსული და ორივე კაია. თუ სწორად მახსოვს ორია, შეიძლება სამი იყოს, მაგრამ короче ყველა კაია, ძალიან კარგი ფილმი არის. მაგრამ მაგას აქვე ჯერემი ფოქსი ქვია, ჯეიმი ფოქსი თუ მაიკლ ბი ჯორდანი, არ ვიცი რა, რომელიღაცა. ეგ ორი ერთმანეთს მაგრა გავს, რა მე ეგრე მგონია ყოველ შემთხვევაში რომ მაგრა გქონდა. ხო და ეგ თამაშობს რაღაც ვამპირები არიან. რა ქვია მაგ ფილმს? არ მახსოვს რა ქვია. ლენკას კითხავდა ხვალ გეტყვით. რაღაც ფილმზე ვიყავით, короче, მაგ ფილმზე ვიყავით იმაში და იქ იყო კადრი თანამედროვე რეალობა და მე-18 საუკუნის რეალობა ერთმანეთში როგორ გადადის ცეკვის დროს. და აი ეგ იყო კიდე ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კადრი. ნუ ინტერსტელარზე, დიკაბრიოს იქ შატერ აილენდზე და ეგეთ ფილმებზე ხო ისაც არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ აი ძალიან საინტერესო ფილმები არის და ჩემს გარეშე ციცით და შედარებით ისეთ ფილმებს ვფიქრობ ეხა ისიც პლატფორმაც გეცოდინებათ ესპანური ფილმი არის Netflix-ს გადაღებული ძალიან კარგი ფილმი არის. ბავშვობაში ჩემი ყველაზე საყვარელი ფილმი იყო ბავშვობაში, ოღონდ კუბი და მერე იყო კუბი 2 რაღაცა ერქვა და კუბი 3-ც იყო. короче ერთი მეორეზე უკეთეს ფილმები იყო რა. ოღონდ საშინელებათა ფილმი არის და მაინც საინტერესო არის რა. ანუ საშინელებათა ფილმები ხო არის რომ რაღაცა აი просто საშინელება კი არ არის, ვიღაცა უცებ გამოხტება და მაგის გეშინია. ეგეთ ფილმები არ, ეგეთ საშინელებები არ მეყვარს. საშინელებათა ფილმებში აი შატერ აილენდს უფრო აღვიქვამ იმად საშინელებათა ფილმად ვიდრე ეგეთ ფილმებს რაღაცები რო გამოხტებიან ხოლმე. ძალიან კაი კომედიები ხო ალბათ ჩემი საყვარელი ისენი ჟანრი არის ფანტასტიკა science fiction-ია, ანუ რაღაც ლოგიკური ფანტასტიკა და არა ისენი მარტო აი სუპერგვინები რო ესე გაფრინდებიან და მე იქ ვიღაც სახეში ახტებიან. ეგენი დიდად მაგ ფილმებს სულ უყურებ და დიდი ფანიც ვარ მაგ ყველაფრის, მაგრამ ნუ ყველა მისცით რომ ეხა საინტერესო დიდად არ არის რა. და მაგიტო ვიძახი უფრო science fiction-ს მაგ პონჩი რომ ბევრად უფრო საინტერესო. აი ინტერსტელარი რაც არის, მატრიცა რაც არის, ეგეთი ფილმები უფრო ასწორებს რა. საფიქრალიც რო არის პარალელურად. ხო. მარტო სუპერგვინებზე რო არ არის აგებული და მაგის გამო რო არ უყურებს ხალხი. ხო და კიდე საშობაო ფილმები მეზღება. ეგ თავის დროზე ირონია სუძვიმ შემაზიზღა. ყველა
ყველა საშობაო ფილმი, აბსოლუტურად ყველა. Home Alone-ს მეძღება მარტო სახლში. ალბათ არ მიყვარს. Grinch-იც კი არ მიყვარს. რო არ მოგატყვილოთ. Вообще არც ერთ საშობაო ფილმს მე ვერ მომხარდა. ვერ არა ჩემი რა. მაგიტომ მირჩევნია ხოლმე რაღაცა უფრო სხვანაირი ფილმების ყურება რა. Ну, ჩემი ძირითადი სიყვარული რა ანიმე, ეგიცით, მაგრამ მანდ ეხა მაგაზე ვერ ჩაგითხრებს ადამიანი. თან ვიცი როგორი რაღაცა? აი, ვიღაცები არიან, რომ ანიმეს უყურებენ რუსულად და ინგლისურად რა. აი, რუსულად და ინგლისურად რომ ანიმეს უყურებ, просто მულტფილმის თავდაპირველობას მიტოვებს. მაგრამ როგორც კი იაპონურად ჩავთავ და მე სუბტიტრებს ვკითხულობ, აი განსხვავებულესი ენერგია მოდის რა. მარტივად რომ მოგატყუოთ კი არა. მარტივად რომ მოგატყუოთ. აი, მარტივად რომ გითხრათ, როგორი რაღაცა არის, იცი? ანიმეს იაპონურად რომ უყურებ, უფრო მეტი ემოცია არ მეკარგება გზაში რა. აი, ხა გახმოვანება კაია, მაგრამ ის ტიპი, ვინც ახმოვანებს, ის არის სპეციალურად ანიმესთვის შექმნილი გამხმოვანებელი რა. იმან უკეთესად იცის, როგორ უნდა გაახმოვნოს ვიღაცა, აი, რაღაცნაირი ღმერთი დაუშვათ. იმან იცის ეგ როგორ უნდა ქნას. და აი, რუსებმა და ინგლისელებმა არ იციან ეგ ყველაფერი, არც ამერიკელებმა, რა თქმა უნდა. ამათ უფრო იციან, აი, გადახმოვანება რაღაცის რა, რაღაცა ადამიანებს ახმოვანებენ, მაგრამ აი ღმერთის გახმოვანება და იმის გახმოვანება კიდე სუპერგმირის und რაღაცნაირი ის ბავშვობაში რო ყველა მოუკვდა, აი ბეტმენის ხმა როგორიც არის, ხო? ბეტმენის მსახიობმა დაამუღამა, მაგრამ ბეტმენს რო ახმოვანებენ სხვა ენებზე, უკვე აღარ არის იმხელა ენერგია რა, ხო ხვდებით, ანუ ბეტმენს ვეღარ აღვიქომ. რუსულადაც რო არის გახმოვანებული, ქართულადაც რო იყოს გახმოვანებული, ჩვეულებრივად ბაზრობს. არ მჭირდება ეგ ჩვეულებრივი ბაზარი, იმის ემოცია მჭირდება, ყველა სიტყვაში უნდა ვგრძნობ და მე იმის ემოციას და აი გაქვს ანიმეს და იმას ფილმებს არ აქვს ეგ. Ну, მე ვერ დავიჭირე ყოველ შემთხვევაში. ხო, ჩემს მსახიობებზე რო გითხრათ, კრის ჰემსვორთი დიდად არ მევასება. რო არ მოგატყუოთ, კეითონიკე გუგურჯიანთან ერთად და აქ ფილმში გადაღებული, მაგრამ რა ვქნა ახლა. და ლევანასთან. მაგრამ რა ვქნა ახლა, არ არის ჩემი ბრალი, არ მევასება და რა ვქნა. კიდე ვინ მევასება? ვინ მევასება ლენკა? ეს მეორე ვიდეო? ხო. რა არის? იმ ფილმს რა ქვია, მე და შე რო ვიყავით ვამპირებზე. რო უნდა შეეპატიჟებინათ, როგორ შედიოდნენ ისე. არ ვიცი რა ვქვა, მაგრამ შენ მაიკლ ბი ჯორდანი თამაშობდა თუ ჯეიმი ფოქსი? ბი ჯორდანი თამაშობდა, ბი ჯორდან ვამპირს ესე ჩაწერს და ამოგიგდებს მაგ ფილმს და მაგ ფილმს რო უყურებთ, იქ არის ეგ კადრი, აი გიჟესი კადრი არის, ცეკვით დრო როგორ იცვლება რა და აი ზანგების იმაზე არის, რა ქვია მაგას, კულტურაზე არის, აი ძალიან მაგარი გადასვლები რა. ერთ-ერთი საუკეთესო კინემატოგრაფიული მომენტი არის მე თუ მკითხავთ. მაგრამ მე ბევრი რაღაცა არ უნდა მკითხოთ ადამიანებმა, მაგრამ ეგეთ რაღაცები მკითხეთ, ვიცი. კარგი ვარ. ხო, ალბათ. შენ არ დაგევასა ეგ მომენტი, ხო დიდად? ხო, ფილმიც კაი იყო, მაგრამ ეგ მომენტი იყო რაღაცა კინემატოგრაფიული სასწაული. ნუ მე ეგრე ვფიქრობ. ეხლა ლენკამ უნდა გადაიღოს, დაიწყოს ეხლა ვიდეო. და ამიტომ მე ეხლა ნელ-ნელა უკვე დაგემშვიდობებით, კარგად ვზანდებოდეთ, ხვალ შეგხვდებით. ისევ აქ უბრალოდ 1 საათით გადმოვწევ ვიდეოს დადების დროს და 8-ზე დავდებ ხვალ, აი. ეს არის ლენკას გამარჯვება, იმიტომ ლენკა მითხრა წერან რომ ცოტა ადრე დადეო. ძალიან ტვინი გაიბრყო, ხო? აუ, give me a chance, შენ ვიდეოში. ჩემ ვიდეოში არ მექნება ღები. კაროჩე, Samsung-ი დაითრით, Samsung-ში ღიპები არ ჩანს. ვავა, დააკ. ძალიან მაგარია. დავედით.